გამარჯობათ მეგობრებო. ეს არის 19 იანვარი 2025 წლის ნათლისღება. ყველას გილოცავთ, მაღალზა ეს არის. ვიმყოფებით ჯანდარის არხზე. ვზავთ კარჩხანაზე, ნაფოტაზე და ქორჭილაზე. ნახოთ, როგორი დღე გვექნება. წყლის ტემპერატურას გავზომავთ გეტყვით აუცილებლად. ამით რაც შეეხება ცოტა ღრუბლიანი ამიდია. ეხლა მომზადებ დასაკვებს. გამოგებული მისტრინოს ნიურის არომატი. ესეთი. და ცოტა კოტონის ფილს შევურებ კიდე. დავუკვირდოთ. დავიწყოთ შევზაობას. წყალი დავამატოთ. სატყუარად ხმარობთ წითელ ჭიას, ნაკელი ჭიას, გვაქვს ასევე თეთრი ჭიას, ბუზის მატყლი. ლუკა, აი მაგ თეთრი ჭია რო მომაწოდე მამა. აქედან მოვარე. აი. მადლობა. მოგწონს გავიგეთ. მერაბდვალიშვილის გამარჯობა, ყველას გილოცავთ. ესეთი და სხვა მრავალი. უცომ მერაბსაც, რა თქმა უნდა. ეხლა კი ჩვენ ვერ მომზადებული დასაკვები თავდენოთ ამ საკვებულში. დავდოთ წყალში. მეგობრებო, ამის მეთოდით მივიწევთ გამიზმილოთ კარჩხანაზე. და კარჩხანა მოვიტყო. თეთრი ჭიასაც არის. დაატრიალი. დაატრიალი კიდე? აი, დაიჭირა ლუკამ. დადი და მოხსენი ახლა. აი, ლუკამ პირველი თევზი დაიჭირა. მეორე უფრო სწორად.
მათებზე არ ჩევჭა. აქვს სერიოდენი კენკვა. ჩარტმები. და ნახოთ. ჯერ არა. აი ესეთ პატარა თევზს ვიჭერთ. მოდის ციტელჯიაზე. ჯერჯერობით კარჩხანა არ იღებს, იმიტომ რომ სავარაუდოდ დილა წყალი ცივია. გავუზრდ მოწყლის ტემპერატურას. ნახოთ. აბა დილის მადლის შეგვეწიოს ბიჭებო. ეგრე კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ. ამ სუფთა ჰაერზე ის გამდილით. კარგად ვიყოთ. Andrés Pizarro-Mali. Avimodis, პრეზიდენტი იყოს, დღევანდელს გავამორდის. დღეს ნათლისღება, დიდი დღესასწაულია და რა ვარ დაგვაწყვეტ ღმერთმა აგერ ბუნებაში გამოვედით. სათევზო დასასვენებლებს უბრალოდ და ვისვენებთ რა, გავიმორდის. გავიმორდის. ჩემო მეგობრებო, მინდა ცოტა შესვენება გავაკეთოთ. ყავა მივირთვათ. ცოტა გამტვირთვას გავაკეთებთ. თევზის შედარებით პასიურია, ცოტა გაჩერდა კენკვა. გამოვიყენებთ ამ დროს და მივირთვით ყავას. მინდა გითხრათ, რომ დღეს აუცილებლად შემოგთავაზებთ მამაჩემის მიერ მომზადებულ უხას, ანუ თევზის წვნიანს, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს და ძალიან გემრიელია. ბევრნაირი რეცეპტი არსებობს. ბევრნაირი ინგრედიენტებით შეგიძლიათ მომზადოთ, მაგრამ ეს მამაჩემის მომზადებული მე რაც გამისინჯავს უხა ყველაზე გემრიელია და მინდა თქვენს გაგაცნოთ აუცილებლად მის რეცეპტს და მის მომზადების წესს იხილავთ ყველანი. ამისათვის გთხოვთ დარჩეთ ჩვენთან და თვალიადენოთ ჩვენს YouTube არხს. მანამდე კი ცხელი ყავით თან ცოტას გავთვევით და დროსაც გავიყვანთ. გავილოდოთ წყლის ადუღებას. ადუღდა ჩაიდანი, გამოგთოთ. ესეთი ლამაზი ჩაიდანი გამოვიწერე თავისი კომპლექტით. მინდა გითხრათ ჩემო მეგობრებო, ჩემო მეუღლემ გამეკეთა საახალწლო საჩუქარი და ძალიან პრაქტიკული რაღაცა რა, ალუმინის ჩაიდანია, სპეციალური დაფარვით არის დაფარული და პრაქტიკულია, პატარა არის, კომპაქტურია და ძალიან მალე ადუღდა შიგნით წყალი. ეხლა კი გავაკეთოთ ცხელი ყავა და მივირთვათ. ნაგავს არ ყვრით ბუნებაში. გარშემო იმდენი ნაგავი ყრია, რომ შეიძლება ადამიანს გული აგიცრუდეს
ყველაფერზე რა, ესე არ შეიძლება. აი ჩემი შვილები არიან, ჩემს ირგვლივ ლუკა მოდი ჩემთან. რამდენი წელს ხარ მომიხარი? რუის რა მოგწონს აქ? ფუნება. რა არ მოგწონს? ნაგავი და ნაგვები იზროყრია. ო. შენ რო გაიზრდები, მამიკო, ესეთი რაღაცა არ გააკეთო, ხო? სადაც მიირთმევ, სადაც შეიძლება მწვადი შეწვა, იქეიფო, იქ შენი ნარჩენები არ დაყარო. კარგი. იმიტომ რომ ნარჩენებს ყრიან მხოლოდ ღორები. იცოდე ეს. ადამიანები თავის ნარჩენებს ყრიან პარკში და მიაქვთ აგდებენ სანაგვეში. ვიგრეა? კარგი. ეგრეა ჩემო მეგობრებო, ნოვასწავლოთ ჩვენ მომავალ თაობას, სწორად მოქცევის წესები, სწორად აღზარდოთ, რადგან ისინი არ გახდნენ ისეთივე ცუდი ადამიანები, როგორებიც ზემოთხსენებული პიროვნებები არიან. მაშასე დავამზადეთ ცხელი ყავა. აი ესეთი ლამაზი ბამბუკის კოზი მოყვა. ეს ძირითადად უფრო აი ტაფაში ცხელი კერძის ამოსარევად არის შექმნილი, მაგრამ მე ეს წუთას ყავის მოსარევად გამოვიყენებ. და ყველას გირჩევთ რომ გამოხვიდეთ ბუნებაში, ლამაზი წუთები შეიქმნათ. კარგი მოსაგონარი დაიდოოთ თქვენ ცხოვრებაში და გაატაროთ დრო. თევზი სამწუხაროდ არ მოდის, არ არის მაინც კარგი კენკვა, მოდის ძალიან მცირე რაოდენობით პატარა თეთრი თევზი, მაგრამ ჩვენ ვისაც ბუნება გვიყვარს და თევზაობა, ნადირობა გვიყვარს, ჩვენს ხასიათს და ჩვენს გულის გასახარებელს ყოველთვის ვნახულობთ ბუნებაში. ასე რომ არ დაიძაროთ, გამოდით ხოლმე აუცილებლად, როდესაც გეცლებათ, გააკეთეთ თქვენი განკითხვა და მინდა გითხრათ, ოჯახთან ერთად თუ მოახერხებთ ამას, ძალიან კარგი იქნება. რაღაც პატარა სიურპრიზები მაქვს თქვენთვის. კარგი რაღაცები იქნება ჩვენ არხზე, ზაფხულში მით უმეტეს, კარგ რაღაცებს გაჩვენებთ. და დაგველოდეთ რა, ძალიან კარგი რაღაცები გელოდებათ. სამწუხაროდ მომიწია რამოდენიმე ხანი გაჩერება ჩემი YouTube გვერდზე, გამომდინარე იქიდან რომ ისეთ სამსახურში მუშაობ, რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებ ხოლმე ვიდეოების ჩაწერას, მაგრამ როდესაც კი მომეცემა ამის საშუალება, აუცილებლად ვიღებ კამერას, გამოვდივარ ბუნებაში და ვიწყებ თქვენთვის საყვარელი საქმიანობის კეთებას და ასევე ჩემთვისაც. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დარჩით ჩვენთან, უყურეთ, საინტერესო ვიდეოები იქნება თევზაობაზე, ნადირობაზე, ლაშქრობაზე და ასე შემდეგ. გაშვები, აბა როგორ იჭერს თევზს? აი ახლა დაიჯდა გაგრას, აგი. ნაპოტა. Красноперга. შვენიერი ნადავლია. ბარაკა. არც კარმუშკომ და არაფერი. ბარაკა. ხალხი ელოდება შენი უღის რეცეპტს. ერთი სადავე, ერთი ნასკა. ფსკერული. ფსკერული. კი. ესეთი და სხვა მრავალი. ძალიან კარგი. აბა, ბარაკა. გაიხარე ყველა ბარაკა. აი მეგობრებო, წყლის ტემპერატურა არის 4.4 გრადუსი. საკმაოდ ცივი წყალია, მაგრამ ამ მომენტში მაინც უნდა მოდიოდეს თევზი. სავარაუდოდ ამინდი რო შეიცვალა, წნევაც შეიცვალა და ამან განაპირობა ზუსტად ეს მომენტი, რომ თევზი ძალიან პასიურია.
ჩვენ ახლა თევზი მოვხარშეთ, მოიხარშა თევზი, ვაკეთებთ ერთჯერად მუხას. არავით არის სამაგი, არავით არის ორმაგი თევზის მიანი. ერთჯერად, რომელიც პატარა თევზი საკმაოდ გემრიელი არის. რამოდენიმე ცალი ქორჭილაც არის, რომელიც საუკეთესო არის მუხისთვის. თევზი მოიხარშა, ჩვენ როგორ ვაკეთებთ? მოხარშულ თევზს გადავიღებთ ახლა ცალკე. რომ ძალიან არ ჩაიხარშოს, მაგრამ ეს თევზის ნახარში არის უგემრიელესი. თავიდანვე როგორც მარტო თევზი იხარშება, მარილი არ ჩავაყაროთ იმდენი. საშუალო ნორმალური რაოდენობით. თევზს ამოვიღებთ და ჩვენ გვაქვს გამზადებული კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, შავი პილპილი, სამწუხაროდ კამა დაგვავიწყდა, მაგრამ არ აუშვებს ამ პირობებში მაინც. აგერ მეგობრებო, ნიორი კიდე არ დაგვავიწყდეს, ნიორი აუცილებელი არის. რა თქმა უნდა, ხავსაც ჩავაჭრით. ნიორი და ხახვიც. ხახვი შეგვიძლია წყვილად ჩავაჭრათ, შეგვიძლია 4-ად გავჭრათ. არ დავაცალკევოთ ის, აი ესევე. ის თავის გემოს არომატს აუცილებლად გამოუშვებს. კარტოფილი, რაც უფრო წყვილად იქნება დაჭრილი, კარგია, ცოტა სკლად არის დაჭრილი, მაგრამ არ აუშვებს. აუცილებლად სტაფილო. რახან ჩვენ კარტოფილი ცოტა სკვილად დავჭერით, სტაფილოს ცოტა სკვილად დავჭერით. გაიხარეთ ბიჭებო თქვენს. საკმარისი რაოდენობით არის მეგობრებო. ჩვენ ახლა ამ თევზის ნახარში ვხარშავთ ამ ყველაფერს. უნდა მოიხარშოს კარგად, გემრიელად და მერე ჩვენ შეგვიძლია ეს თევზი დავამატოთ. შეგვიძლია არ დავამატოთ. ის თევზის არომატი და თევზის გემო აუცილებლად გაზრდებს ამ ჩვენ თევზის მიანს. შეგვიძლია დავამატოთ, რახან თევზი კარგი საშუალო ზომის არის, რა თქმა უნდა, მეტ არომატს შეძენს ჩვენ მიანს. დაველოდოთ მეგობრებო, მოხარშოს და შემდეგ კიდევ ვისაუბროთ 1-2 სიტყვით. მეგობრებო, ჩვენი თევზის მიანი მზად არის. ხახვი, რომელიც თლიანად ჩავაგდეთ, შეგვიძლია ამოვიღო და გადავდოთ გვერდს. ეს აღარ გამოგვადგება. კარგი სუნი, კარგი არომატი. აქ ამ ჩვენ თევზის წვნიანს უხდება მარცვალი შავი პილპილი, მაგრამ ვინაიდან არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს აგერ დაგფული პილპილი, ცოტა რაოდენობით ჩავუშვებთ. ეხლა ამასთან ერთად ის თევზი ჩავაბრუნოთ, რომელიც ჩვენ წეხან მოვამზადეთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ თევზი ძალიან არ ჩაიშალოს და თევზის ფხები არ გაცალკევდეს. დავაცდით რამოდენიმე წუთს და რაც ავარია. არ უნდა დაგვავიწყდეს. ვისაც რომ გვინდა რომ ნამდვილი თევზის მიანი რასაც რო ხაქვია, აუცილებელი არის სულ ცოტა გამარჯობათ. გაიხარეთ. სულ ცოტა. ნახევარი რუმკა ოჯახის არაყი. აუცილებელია. თუ ნაკვეცხალზე ვაკეთებთ ამას ყველაფერს, თანახშირებული ნაკვეცხალის პატარა ტოტი ამ შესაბამისად პატარა ქვაბში ჩაუშვებთ რამოდენიმე წამი და ამოვიღებთ.
ეს ოდითგანვე ცნობილი არის როგორც რომ დეზინფექციის საშუალება. აქედან გამომდინარე ჩვენი თევზისწვნიანი უკვე მზად არის. სასაული არომატით მარილი გავსინჯეთ, ნორმალური არის, თავიდანვე აღნიშნე რომ თავიდანვე როგორც თევზს ხარშავთ მარტო თევზს მარილიან წყალში ისე არ ვდა. ოდნავი მარილი. შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ვამატებთ. მზად არის ჩვენი უგემრიელესი თევზისწვნიანი და გამოთ შეგარგოთ ღმერთმა. გამარჯობათ. არომატი სასაულია, სურნელი სასაულია და ანჩენი გემოვნებაზე შეგვიძლია ბატონიშო და გამორთო. აბა გურამიჩ ეს ჩვენი პაიკა. სასაული. დღეს მეგობრებო ნათლის დღება არის და გუშინ გურამიჩის დაბადების დღე იყო, იუბილარი იყო. აგერ სათილოოდ კარგი ქუდიც კი დამსახურებულად მიიღო საჩუქრად. მადლობელი ვარ, მადლობელი. ორარი ბიჭო. უგემრიელესი ურასუნელია, მართლა უგემრიელესია. ეს ბატონიშოთა თქვენ? აიხარე, მადლობა. აბა ერთიც მომაწოდეთ. ავარი. ლეგენდა. აბა გავსინჯოთ. ესე შემომეგობრებო. ხუჩა. სუპერ. კოზები არის. მადლობელი ვარ. მადლობა გოჩას, ესეთი გემრიელი წვნიანის მომზადებისათვის. გემოვნებული დღისათვის. ბავშვებისთვის არის უებარი წამალი, თევზის წვნიანი. ვერ გადმოცემ იმდენად გემრიელი და იმდენად მადის აღუზელი. ბავშვებო ხო შეჯამთ, ხო მიეთმეთ? რა თქმა უნდა. გიორგისაც უყავს უხა და კოვზები აიღეთ, აგერ ბაბუ შენი წილია, მოდი. აჰა, თავის კოვზით. სკამისა და კაკ. თვარდაჯექ ისი არ გამო. აიღეთ კოვზები, მიერთვით გემრიელად. დროებით მეგობრებო, კარგად ბრძანდებოდეთ, ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ, კარგი ნათლის დღებას და შედეგიან თევზაობას. გიორგი, მოდი ბაბა. ავასრულეთ თევზაობა, გამოდელი ჩვენი ნადავლი. არც თუ ისე სახარბიელოა, მაგრამ არა უშავს. ცოტა მოვხარშეთ, სადაც ვისიამოვნეთ და სულ ეს გამოვიდა. დროებით, შეხვედრამდე.